ღვინის ქულა საფნავ უკვე დაიფარაო და ქამსულა თოჯინა და თვალი ეხუჭებაო სათამაშო და თუნიაც პალირს ეხუტებაო მე როჯერ არ ვეცინება უკვე ძილის დროაო დაწვები და გეძინება და სიზმარიც მოვაო ვარსკვლავები ამოსულა ყველას ეძინებაო ბაბილინასი გეთეზე ზღაპარს მოგიყვება საღამოშვიდობის გაიცანით ჩემი შვილი ლევანიკო. საღამოშვიდობისა. დღეს ლევანი საგანგებოდ მოვიწვიე, რომ ერთად წარმოგიდგინოთ მუსიკალური სპექტაკლი. ლევანიკო კი მომეხმარება, ხო მომეხმარები? აბა რა. სპექტაკლი, რომელიც ახლა უნდა გიჩვენოთ, ბაჭიაზეა, რომელსაც კბილი ასტკივდა. ეს ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემაა. დავიწყოთ სპექტაკლი? დავიწყოთ. აბა, ყურადღებით. ყოველ დილით განუყრელი მეგობრები, ზღარბი, დათუნია, მელაკოდა და პატარა ბაჭია ერთად იკრიბებოდნენ და მიდიოდნენ სკოლისაკენ. აი დღესაც ერთად შეიკრიბნენ, მაგრამ ბაჭია არ მოვიდა. სწორედ ამ დროს მეგობრებს ჩიტმა ამბავი მოუტანათ. ჩიკ-ჩიკ, აგრეთ გახართ, ბაჭიას წყვილათელით ისაღადა. ჩიკ-ჩიკ, ჩიკ-ჩიკ, ჩიკ-ჩიკ. წავიდეთ, ბაჭია მოვინახულოთ. კარგი, წავიდეთ. წავიდეთ. მიყვარს თაფლი თხილი ჩამიჩი და ჩირი ჰო და აი თხილმა ამატკია კვილი ჰო და აი თხილმა ამატკია კვილი საბრალო ბაჭია თხილი უჭამია უტკენია კვილი თხილი უჭამია უტკენია კვილი ბაჭიას ამბავი მთელ დღეს მოედო. მეგობრები ერთი წუთით არ შორდებოდნენ. დედა კურთხელმა აღარ იცოდა როგორ დახმარებოდა შვილს. ბაჭიას კბილი სტკიოდა. პატარა ბაჭია რითგი შველო? კბილი მდგება, ძალიან მდგება, კბილი ვერ წავალ სკოლაში ვერ წავალ. ექიმი მოდის. ეს მთავარმა ექიმმა გაიგო თუ არა ბაჭიას ამბავი, მაშინვე მასთან გაჩნდა. მეშინია. ნუ გეშინია ისუნთქე აბა ეხა შემოტრიალდი ფილტვებში არაფერი არ არის აბა ახლა კბილები ვნახოთ აბა გააღებირი კბილები ცაღია წაბელი ბალახი მიეცით? დიახ მივეცი. არ უშველა? არა. ყვავილი უმტკივნელო მიეცით? ესეც მივეცი. არც მან არ უშველა? არა. უცნაური ამბავია. ყველა ცნობილი ექიმი უნდა მოიწვიო. თქვა ექიმმა და მართლაც ყველა ცნობილი ექიმი და პროფესორი მოიწვია. მათ ერთად გადაწყვიტეს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ეს ამბავი, ბაჭიას დედიკოსად შეატყობინეს. კბილს დასტირის ბაჭია. წამალი არ შველის. კბილი უნდა ამოუღოთ, აბა რახას ველით. თუ წამალმაც არ უშველა, და არც ნემსი არ გია. მაშამ კბილში რაღაყრია. მოდით კბილი ამოუღოთ, დავაწყნაროთ ბაჭია. ესე იგი კბილი უნდა ამოიღოს?
წავიდეთ და ვუთხრათ ბაჭიას. კბილი უნდა მომიხონ? არა, აღარ მტკივა კბილი, აღარ მტკივა. როგორ? ასე უცებ გაგიარა? ხო, უკვე გამიარა, აღარ მტკივა. ამ დროს ექიმიც მოვიდა. ავადმყოფი იკითხა და საჭირო იარაღების ამოლაგება დაიწყო. აბა ბაჭია, მოდი კბილი ამოვიღოთ, რომელი კბილია? არა, აღარ მტკივა. ყველაფერს გეტყვით, ყველაფერს გიამბობთ, აღარ მტკივა კბილი. რაშია საქმე? ახლა კი ბაჭია იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ იმ დილით ბაჭიამ არ იცოდა გაკვეთილი და ამიტომაც არ უნდოდა სკოლაში წასვლა. არ მინდოდა სკოლაში წასვლა და ეს ყველაფერი იმიტომაც მომიგონე. ყველა გაოცებული იყო ბაჭიას საქციელით. ექიმა კი გაიღიმა და თქვა: ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. მალე ყველამ დაივიწყა ეს უსიამოვნება. ბაჭიას იმ დღეს მერე აღარც კი უფიქრია ტყუილის თქმა. მეგობრები ყოველ დილით სიხარულით მიდიოდნენ სკოლაში. ჩანთით ხალში ვიჩქარი, სკოლისაკენ ვიჩქარი. მიმაცილოს ბებია, რასა მოხმებია, რასა მოხმებია. მიმაცილოს ბებია, რასა მოხმებია, რასა მოხმებია. სიხარული ასეთი ჯერ არასდროს მგებია. ამის სრულ და წადილი, მოსწავლე ვარ ნამდვილი, მოსწავლე ვარ ნამდვილი. ამის სრულ და წადილი, მოსწავლე ვარ ნამდვილი, მოსწავლე ვარ ნამდვილი. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი წარმოდგენა. ვფიქრობ, რომ მე და ლევან იყოს ძალიან კარგი სპექტაკლი გამოგვივიდა. ასე არ არის ლევან? მეც ასე ვფიქრობ. დიდი მადლობა რომ დამეხმარე. არაფრის. მოდი ახლა ჩვენს მაყურებელს დავამშვიდობოთ, კარგი? კარგი. ნახვამდის. ნახვამდის. Thank you.